გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე დავით კალანდია. ამასთანავე მოვისმინე ამერიკელი პოლიტიკოსის რიჩარდ ბლეკის სიტყვები. ჩვენ არ გვადარდებს რამდენი უკრაინელი დაიღუპება, რამდენი ქალი, ბავშვი, მშვიდობიანი მოქალაქე თუ ჯარისკაცი მოკვდება. ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. ეს ფეხბურთის მატჩივით გახდა. ჩვენ გვინდა გამარჯვება. ჩვენ ვიბრძოლებთ უკანასკნელ უკრაინელამდე. ეს რომ მოვისმინე რბილად რომ ვთქვათ, გავცოფთი. ამას როგორ ამბობს ეს არაადამიანი, როგორ ბედავს, როგორ კიდია უკრაინელი ხალხის ბედი და ალბათ მთელი მსოფლიოს მომავალიც საკუთარი ქვეყნის გარდა მეთქი, მაგრამ მე ჩაუღრმავდი იმ ინტერვიუს, გამოვიკითხე და აღმოჩნდა რომ ის ამას ნიშნის მოგებით ამბობდა. რიჩარდ ბლეკი ამერიკული სისტემის მკაცრი კრიტიკოსი ყოფილა და რასაც ის ამბობდა, ეს იყო არა მისი პირადი სურვილი, არამედ მისი აზრით ამერიკული პოლიტიკის დღევანდელი სახე. ანუ ამერიკას თუ დასჭირდა, ის არ მოერიდება არც ერთი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას. თავარა ის ამერიკელი არ იყოს, თუმცა თუ ძალიან გაუჭირდება, ზოგიერთ თავისიანსაც გაწირავს. რომ თქვა, რამე ახალი აღმოაჩინა მეთქი არ ვეტყვი. ეს ალბათ მძლიერთა ამა ქვეყნისათვის ჩვეული ამბავია, საკუთარი ინტერესებისთვის სხვისი განადგურება. კარგია, რომ რიჩარდ ბლეკი ამას მიხვდა და ხმამაღლა ამბობს. ანუ გმობს ასეთ პოლიტიკას. რამდენია ასეთი ადამიანი ამერიკის პოლიტიკურ სპექტრში, არ ვიცი. ალბათ ძალიან ცოტა. დაევწდებოდე. საქმე ისაა, რომ დღეს სიტუაცია ასე დაალაგდა, უკრაინა იწირება. სრულიად შესაძლებელი იყო, რომ უკრაინელების ადგილას მაგალითად ჩვენ ყოფილიყავით და აშშ-ს ნარატივი იგივე იქნებოდა. მავანი მეტყვის, რომ ეს ასე არ არის, მე კი უპასუხებ, რომ სწორედაც ასეა. არ გეგონოთ მეგობრებო, რომ ამ ჩემი მსჯელობით იქით მივდივარ, თითქოს ამერიკა ცუდია და ანტაგონიზმის პრინციპით რუსეთია კარგი. არა, ეს ასე არ არის. თუ კი ასეთი პრიმიტიული განსაზღვრებით ვიმსჯელებთ, ცუდია კარგია, მაშინ ყველა დიდი და ძლიერი სახელმწიფოს პოლიტიკა სხვებისთვის ცუდია. ერთადერთი თანამედროვე ჩინეთზე ვიკავებ თავს, რადგან ჩინეთისგან სხვა ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკა არ გამიგია. ის, რაც ჩინეთის შიგნით ხდება, ჩინეთშივე რჩება, ასე მგონია მე. ჩემი აზრით, ერთადერთი, რაც ჩინეთს აღელვებს, საკუთარი განვითარებაა და ის ამას წარმატებით აკეთებს. ვითარდება მიუხედავად იმისა, რომ მისი წინსვლა ზოგიერთ დასავლურ ქვეყანას არ ეჭაშნიკება. მე მგონი ომი და დავითარება ჩინეთს ყველაზე ნაკლებად აინტერესებს და ამას რა თქმა უნდა თავის ახსნა აქვს. ჩინეთი აწარმოებს ყველაფერს, რაც კი საერთოდ იწარმოება. მანქანებს, ელექტრონიკას, სათამაშოებს, მოტობლოკებს, ტანსაცმელსა და ასე შემდეგ. და ამდენ რამეს რომ აწარმოებ, ხომ გჭირდება მისი რეალიზაცია. ხო, შიდა ბაზრითაც შეიძლება სულის მოთქმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შიდა ბაზრის მომხმარებელი მილიარდ ნახევარ ადამიანს უტოლდება. მაგრამ გაცილებით უკეთესია შენი პროდუქცია გარეთ რომ გაყიდო. ეს ორჯერ 2.4-ვითაა. გარეთ რაც უფრო მეტი მყიდველი გეყოლება, შესაბამისად მარქსის ეკონომიური იდეების თანახმად, მით უფრო მეტი ფული იქნება. პროდუქცია კი როდის იყიდება უკეთესად, ომისა თუ მშვიდობის დროს. პასუხი ელემენტარულია რა. ამიტომაც ჩინეთს მშვიდობა აწყობს მთელ მსოფლიოში. აი, ორ სიტყვაში ასეთია ჩინეთის პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ჩინეთსაც არ ენდომება სხვა კონკურენტი ქვეყნების ეკონომიკური განვითარება და წარმომიდგენია როგორა მათთან განვითარებული კომერციული ჯაშუშობა, ანუ სამრეწველო შპიონაჟი, მაგრამ სამრეწველო შპიონაჟი მაინც ჯობს მეზობელი სახელმწიფოს პრეზიდენტის მოტაცებას ან დედამიწის მოპირდაპირ მხარეს მყოფი ქვეყნის დაბომბვასა და მისი მთავრობის განადგურებას. ასე მგონია მე. ესე იგი ჩინეთს ჩემი პატივისცემა. ამას წინა წავიკითხე, რომ ჩინეთი ძირავს გერმანულ საავტომობილო გიგანტ Volkswagen-ს. ძირავს კონკურენციით და არა ყუმბარებით. 100,000-მდე გერმანელმა თანამშრომელმა შეიძლება სამუშაო ადგილი დაკარგოსო. დიდება ჩინეთს. ხოდა
ზოგიერთ დასავლურ ქვეყანას ამის ძალა რომ ჰქონოდა, წარმოვიდგენია რას უზამდა ჩინეთს, მაგრამ იმედია ამდენი უკვე ესმით, რადგან ჩინეთი კი არა, ირანს ვერაფერი მოუხერხეს. ირანი უკრაინა არაა, უკრაინა რომელიც ბრმად მიყვა დასავლურ მცნებებსა და შეგონებებს და იფიქრა რომ მის გამო ვინმე თავს გაწირავდა. ეხლა უკრაინა რა ქვეყანა ინგრევა. ქვეყანა რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი გააჩნდა და როგორ გაუცამტვერდა ეს პოტენციალი და მე თქვით რომ ვოლოდიმერ ზელენსკი კარგი პრეზიდენტია. ღმერთმა ქნას უკრაინამ ეს ომი მოიგოს და 91 წლის საზღვრები დაიბრუნოს. თუმცა ეს ასეც რომ მოხდეს, ქვეყნის რესტავრაციის პერიოდი უარესად რთული იქნება, რთული და ძალიან ძვირადღირებული. მაგრამ ჩემ თავარია ომი გაჩერდეს. თუმცა თუ კი სურთ რომ ქვეყანამ 91 წლის საზღვრებს დაიბრუნოს, ხომ წარმოგიდგენიათ კიდე რამდენი სისხლის ზღვრა უნდა გამოიაროს ამ საბრალო ქვეყანამ. დიახ, ქვეყანამ რომელიც დასავლეთისთვის იბრძვის თავისი უკანასკნელ ჯარისკაცემდე. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.